დილას კაცმა რა შეიძლება ნახოს ამაზე უფრო შვენიერი. დილაშუდობისა კუდუნების კადუნა. აი, მიდი შეხტი და წავიდეთ. მიდი, ალე ჰოპ. შეხტი ველოსიპედზე და წავიდეთ. მარტო არა ეს მე რა კუდუნას დღეს გამოყო მეგობა. ძვაკაცო ჭამოთ დილის საჭმელი. Can we use that or what? Squish. Yo, შენს გაიგოთ ვერ ანჯა. Google. დილამშვიდობისა გოგო. დილამშვიდობისა გოგო. ხშია? მეორე სადა? მეორე სადა? მეორე. აგერ. ხო, ჭამოთ? ჰა? დაიკავეთ თქვენი პოზიციები. დაიკავეთ პოზიციები. ხო. ჭამოთ? სულ უკმაყოფილო რა ხარ გოგო, მაგრამ მგონია სულ შეირი ხარ და მაგიტო. წაგიყვან მალე მე შენ ფერმაზე. და მოგხედავთ მე. აი, ჭამოთ ახლა. ოა, ხელი ჩემე, ხე ჯიგარი ხარ. ესე იგი დავახლოვდით. კაი, всё, ვეყო გადაღება. Day 16. დილამშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. ჩემო ძვირფასო გამომწერებო, ჩემო ოჯახის წევრებო. პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც YouTube-ზე ადამიანებს თვალს და გეტყვით რატომ. Facebook-ს, TikTok-ს იქ ბევრ რაღაცას ვდებ და ან ამ ვიდეოებიდან ამოჭრილი რაღაცას ვდებ და ყველას თავის გულშემატკივარი ყავს, მელაკუდუნასაც, კატებსაც და ასე შემდეგ. მაგრამ აი YouTube-ის მაყურებელი ხართ ის ადამიანები, ვისაც არც ერთი დეტალი არ გამოეპარება, მთელ ვიდეოს გულისყურით უყურებენ და რჩევა თუ გულთბილი სიტყვებია თუ აი ვერ წარმოიდგენთ ხანდახან დაღლილზე, როცა ყველაფერი ტკივა ხოლმე დილით, როგორ ენერგიით მავსებს, რომ დამხვდება კომენტარები, გულთბილი სიტყვები, რჩევები და ხვდები, რომ ეს ხალხი ამ ყველაფერს უყურებს და ეს ხალხი ამ ყველაფრის გვერდით დგას და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს და განსაკუთრებით YouTube-ის იმ 888 ადამიანს. და იმედია მალე 1000-ნი გავხდებით. ხო, აქვე მინდა გითხრათ ის, რომ ხანდახან გვიანიდება ხოლმე ვიდეოები, რაც ჩემი ბრალი არა, იმიტომ რომ მაგალითად საღამოს 8-ის ნახევარზე დავიწყებ ატვირთვას და ალბათ ჩემი ინტერნეტის ბრალია მაგთიკომ ცოტა აზემოდი ბიჭო. იმიტომ რომ 8-ის ნახევარზე დავიწყებ დადებას და სადღაც პირველ ზედებს. და ეთყობა რაღაცა ხარვეზი აქვს მაგ კუთხით. ხო. ასე რომ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ასეთი თბილი სიტყვებისთვის და გვერდში დგომისთვის. აქვე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, მთელი გზა ვფიქრობდი და ამ დილითაც ეკადრები მიდგას თვალწინ. ყველა ვნახავდით ალბათ ის ახალგაზრდა ქერათმიანი გოგო, რომ უსახკარო ბიჭთან მიდის, რომელიც ქუჩაში იდგა და როგორი ის ბიჭიც როგორი გულთბილი ამ ყველაფრის მიუხედავად როგორი კეთილია არ გააბოროტა ცხოვრებამ და აი გუშინ უყურებდი როგორ უმალვე შევიკარით ქართველები როგორ როგორი ერთიანები ვართ, როცა ინსტინქტურად გრძნობთ, რომ ადამიანს და რაღაცა ჭირდება და აი ინსტინქტის დონეზე არ ამგონია სხვა ერში ასეთი ერთიანობა იყოს, როგორიც ჩვენ ვართ ხოლმე. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ერთი ცუდი რაღაცა, თუ ვცდები, მე დამიწერეთ, რომ აი როცა ფიქრზე, გონებაზე და რაღაცაზე მიდგება საქმე, აი როცა ანალიზი უნდა გამოვიტანოთ, რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ, მე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდებით ხოლმე და რატო ეგრე არ ვიცი და სულ მომყავს მარტივი მაგალითი. მე United-ის გულშემატკივარი ვარ. ამის არ დავიღლები მაგის თქმით და ფეხბურთს ვუყურებ ხოლმე City-ის გულშემატკივრებთან ერთად, Liverpool-ის მილანის იმ კაკას ფინთი არასდროს დამოვიწყდება. ან Barcelona-ს გულშემატკივრებთან ერთად აი ეს ფინალში, არ მინდა არ გავიხსენე ყველაფერს და ისი თქმა მინდა. ფეხბურთი მიყვარს, ჩემი გუნდი მიყვარს და ეს ყველაფერი რომ მიყვარს და მინდა წინ წავიდეს და განვითარდეს, ამიტომ ვждები ხოლმე იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც სხვა კლუბებს გულშემატკივრობენ და უყურებთ ფეხბურთს, ვიღებთ სიამოვნებას და შეიძლება რაღაც დროზე ქილიკი და ქიშპობა იყოს, ოღონდ ეს არ შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ვიღაცა პიროვნება არის მაყურებელი ამა თუ იმ გუნდის და გულშემატკივარი. ეს შეიძლება იყოს იმისთვის, რომ იმ ადამიანმა ჩემი გადმოსახედიდან აირჩია ცუდი გუნდი ან არასწორი გუნდი და უნდა გულშემატკივროს სხვა გუნდს, თორე როგორ შეიძლება კორნელი ჭყონია იმის გამო
დავჩაგრო ან გავლანძღო რომ იუნაიტედს გულშემატკივრებს. ანუ პიროვნებას რატო უნდა შევეხვან ვერც კი წარმომიდგენია და თუ გვინდა რომ და ხშირად გვახასიათებს და ამ ბოლოს განსაკუთრებით თელერს რომ რაღაც განსხვავებული აზრის მიუხედავად ჩვენ ყოფთ ადამიანებს პიროვნულად და პიროვნებებს ხშირად ვაყენებთ შეურაცხყოფებს და ჩემი აზრით არასწორია, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს მისი სიტყვის გამო, მისი რაღაცა გამოსვლის გამო, ან მდგომარეობის გამო, ვიღაცას კონსტანტინე გამსახურდია უყვარს, ვიღაცას გალაქტიონი. სხვათა შორის დღეს გალაქტიონის თვითმკვლელობის დღეა 17 მარტია. ხო და მაგის გამო ადამიანები როგორ შეიძლება ერთმანეთს ვიძულებდეთ, როგორ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ მოდი ჩვენ გალაქტიონისტები დავრჩეთ და გავანადგუროთ კონსტანტინე გამსახურდიას გულშემატკივრები. ეგ ხო აბსურდია და ასე ხო ვერც ლიტერატურას წავწევ წინ თუ ვერც ქვეყანას და ვერც ვერაფერს. რა ვიცი, ეს ჩემი აზრია, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მინდოდა რა თქვენთვის გამეზიარებინა და რა კარგები ვართ, როცა აი გასაჭირის წინაშე ვდგავართ, როცა 13 ივნისი იყო, ან შოვის ტრაგედია იყო, ან ნებისმიერი რამ აი როგორ გვიხაროდა მთელ ერს როცა ჰანგრიმენმა მოზურგეთელ ბიჭს მანქანა აჩუქა როგორ ტიროდით ყველა აი ხო შეგვიძლია და რაღაც მომენტში ხო ყველანი გულში ამ ყველაფერს ვინახავთ მაგრამ როგორც კი აზროვნებას ანალიტიკას აზრის გამოტანას და რაღაცას ეხება საქმე იმ წუთასვე რაღაცნაირ ნიღბებს ვირგებთ მსაჯულის და შეიძლება არ გვინდოდეს შეიძლება არ გვიფიქრია ისე ვიქცევით ხოლმე და ისე ვტკენთ ხოლმე ადამიანების გულს თუ ცდები შეგიძლიათ შემისწოროთ განსაკუთრებით YouTube-ის მაყურებელი უყურებს კარგად ამ ყველაფერს იჭერს და რა ვიცი ჩემო მეგობრებო გამიზიარეთ თქვენი აზრი და არაფერია იმაზე ლამაზი სანახავი როცა გვერდ გავარდ და რაღაცა საერთო საქმეს ვაკეთებ და საერთო საქმეს პიროვნული მეორე ადამიანის მეზობლის ან მეგობრის ან იმის უსიყვარულობით ვერ გავაკეთებთ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ჩემი აზრით ერთმანეთის მიმართ შუღლით კიშპობით და რაღაცა იმით რა ქვია გაუტანლობით ამასობაში წყალიც ადუღდებოდა რომ იმათ თბილი საჭმელი მივართვა და ყველას კარგ დღეს გისურვებთ და დავიწყეთ როგორც ყოველ დილით და წამოჟინჯღლა მაგრამ გულმა მაინც არ მომითმინა და გადავალე ხა არხზე ჩავყვები ბიჭები არიან მოსული შამაიაზე და კრასნაბერგზე მაგრამ მე ჩემი საწყალი სპინინგი ავაწყვე და ქარეყლაპიას ჩამოული არა და შარშან აპრილის დასაწყისი იყო მაცივარში რომ დავთვალე 22 წელი ქარეყლაპია წერი მყავდა დაჭერილი და გემონური თვისებებით ეხა შამაიასთან და კრასნაბერგთან ახლოსაც ვერ მივაწერი მაგრამ თუ კარგად ანუ მე დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ დაჭერის თვალსაზრისით ძალიან მაგარი დასაჭერი და მოსაყვანია და ამიტომ ნახოთ რა გამოვა მაინც არ დავანებებ თავს 1 საათიდან არაფერს არ მიწყვეტს იქეთ ხიდთან ბიჭები დგანან და აპარიჩის ჭიაზე ჩვეულებრივად იჭერენ შამაიას და იმას მე ესე ნელ-ნელა მოუყვები, მაგრამ ჯერ ეს ნაჩუქარი სპინინგი ვერ მუშაობს თუ ჩვენ ვერ მუშაობთ თუ ვაკეთებთ არასწორად. რას ვაკეთებთ? ნახოთ, ჩავყვები ბოლოს ხიდამდე და თუ არაფერი გამოვა, სხვა დროზე ვცედით. ასეთი რამ ჯერ ევროპაშიც არ შეუნიშნავთ. პირველ 15 წუთი აკლია, გამომივარ 1 კილომეტრი ნახევარი და არაფერი. ორი ვერსია მაქვს. ერთი ის რომ არხში წერი გაქრა რაც ნაკლებად სარწმუნოა, მით უმეტეს იმ პირობებში რომ აპარატიან ხალხს არ ვაჭაჭანებთ. მეორე ვარიანტია იმდენი თევზია შემოსული რომ ასეთი ტემოდან გამოწერილი ნახევრიან სატყუარები არხი ბლავს დიდად. წავალ ახლა ჩემს მაგასთან ამერიკა ჩამოვალ სათევზაოდო და ნახავთ ან იმასთან შევამხანაგდები და მთელ დღეს თევზაობას დაუთმობ და მეორე მხარეს წავალ არხის იმიტომ რომ იქ უკვე წეღარაც გაჩვენეთ ორი კაცი რო იდგა 4 მანქანა და 15 კაცი დგას და აი კიდე მოდიან სათევზაოდ და ან იმას შევამხანაგდები და მეორე საპირისპირო მხარეს წავალ და ისევ წერზე და არ დავნებდები ან ჩემს ახალ პროფესიას მეღობეობას მივყოფ ხელს. მეღობეობა. ნახოთ. სხალი აყვავებული. ეგ მომენტი კი აქვს სოფელს რომ ყველაფერი ყვავდება. განსხვავებით ქალაქისა რომ კორპუსები არ ყვავდებიან. ეგ არის და ეგ. წავედით ახლა ცოტა შევთბეთ.
მიგვირდა დღეს რაღაცა გამიხარდება მეთქი, თარას დარბიან, სანამ მე აქ თევზაობ და თევზაობის ამბებს გიყვებით, ესენი 4-ვე თან, 4-ვე. კრიმინალები, ნახე, საიდან გაძვერით, აბა მაჩვენეთ. ხო, ის პატარა კრიმინალის რომ ახლავთ. ხო, საიდან? რა გააფუჭეთ, რა გამოაძრეთ, რა გატეხეთ. ხო, საინტერესოა, ყველაფერი საინტერესოა. აჰა, ეგე. გასაგებია პირდაპირ აგიჩუჩქნია, დაგიჩუჩქნია დედა გიტირებიათ იქაურობისთვის. всё, ესე იგი ის დროა გაგიღოთ გასაძრომი. კრიმინალები. ვიცოდი დღეს გული მიგზნობდა რომ რაღაცა გამიხარდებოდა. გავიც გაბარული. პატარა შენ მოდი აქ პატარა კრიმინალო. მოდი აქ შენ პატარა კრიმინალო. სადახდი ამათ, აი. ერთი კია რომ მე აგენ ისე გამოვზარდე, დაძახება და მოსვლა ერთია. ო, შენ რა გინდა სიძე ბატონო, კი არა და რაც კაცი გამოძახებით. გაიციო, აი ზაბორს მიხედავ. გამომადგა იქეთ მოხსნილი ეს რკინის ზაბორი. მაგრამ კაპიტალურად ვიზამ. ამასაც გადახავენ რაღაც დროზე, მაგრამ ეხლა გადაუშვა, უნდა და რო გადაუშვა, თვითონაც კმაყოფილი იქნება რომ გადაუშვებ. ისე იდეაში ვემხრობი იმას, რომ ცემენტის იმაში უნდა იყვნენ და იმედია ზაფხულამდე ან ზაფხულში მაინც ავაშენებ. ჩემთვის რა ცალკე ამათთვის ცემენტის ნაგებობას, რომ ესეთი მსგავსი პრობლემები არ იყოს. და აქ მე ამას თლიანად სახურავს და იმას შევცვლი, სეტკას გადავაკრავ და საიხვეთ მინდა გავაკეთო, რომ აქედან ჩასასვლელს გავუკეთებ, ჩავლენ იხუნები პატარა ჯიშკას და თავისით ამოკვანტალდებიან მე. იზაბორიც საავაριო მდგომარეობაში იყო და ახალ წლამდე გავაკეთე. და მეთანხმება ბატონი ჯორჯო ორუელი, რომ მეც კაი თავისუფლების მოყვარული ცხოველების ფერმა მაქვს. მოხიეს. ეს ზაბორი კი გამაკეთებინეს კარგად და ეხლა რაც უნდა და საიდანაც უნდა იქიდან გაძვრნენ. მე თუმეტეს ამხელა საქონლები. ერთი კია რომ დაძახება და მოსვლა ერთი იქნება და უბრალოდ იმიტომ აღარ უშვებდი რომ იმ კაცი გამოძახებული კაცი შემეშინდა რომ არ წავიდეს თქო, მაგრამ რახან ჩემ დაძახებულზე ისიც მოდის, არ არის პრობლემა, იყვნენ წასული და ჭამის დროს დაუძახებ და მოვიყვან. ჭამასე გამახსენდა ამასობაში 10 თუ 15 წუთია და წყალის კი არ დამელებია დღეს გამახსენდა. წავედი ახლა შევისვენებ და მე მაინც ისე იგი ამ მეღობეობას ვერ ავწვდი. მეღორეობა და მეღობეობა ჯერჯერობით ჩვენი თანმხვედრი ამბავია. თუმცა რას ვიზამთ? სასიამოვნოა ყველაფერი. რასაც შენთვის შრომობ. ხო, ის ერთი ცალი უშნოთა არ დამეზა რა ამის დაშლა და ესე გავაკეთე როგორც გუშინ თქვი, ანუ ცალმხრივად აქედან იქეთ არ გავუშვი, მსხვილები აქეთ და წვრილები იქეთ, გადაურიე და ბევრად უფრო ლამაზი გამოვიდა და ჯდება ამ მიერსახეში ვიდრე ისე იყო. შესაბამისად ყველა ეგრე უნდა გავაკეთოთ. დასკვნა აქედან. მე ამებს დავამატებთ თითო ორ-ორიაც, ესე არ დარჩება. კაი ბატონო, შენ ხარ ჩემი ბატონი. მომდევნო რიადი წინასწარ დავჭერი და მე ვფიქრობ ესე უფრო მოსახერხებელია ვიდრე ცალი მხრივ გაკეთება, მერე გადაჭრა და გადმოჭრა და ასე შემდეგ. ერთი ცალი ავიღე ზომად და გადავჭერი და ახლა მივყვები და ესე ორ რიგად გავაკეთებ. მარტო ვზივარ და მეცინება თქვენც უნდა გაგაცინოთ. არ ვიცი ის გაქანდა თუ არა რა, რითიც ავიღე სინჯი, მაგრამ პატარა. ბიჭო, გენიოსი ვარ რა. ცოტა მეტი გადაგეჭრა შეკაიგაც. აი არა უშევს ამ პატარებზე ვიხმარ მაგას, მაგრამ კარგი, ყავარდამლები სამი დღეა. ვითომ მაგის ბრალია, ვითომ მეტი მტერია რა. კარგი, მოვზიდოთ თავიდან და დავიწყოთ გადაჭრა.
ესეც რო ავამაღლე, ეს პირველი რიადი საერთო ჯამში მე მგონი ძალიან ლამაზი გამოვა. კი. მე კარების და იმის იდეა მაქვს განსხვავებული მოსაფიქრებელი და აქ პატარა ალაგე მინდა გავაკეთო. ფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვა ესე ერთ სიმაღლეზე როცა დადგება მე ხვალვე ეგენი. ამასობაში ხალხებოდა ჩემო მეგობრებო 5 საათი სრულდება. რაც იმას ნიშნავს რომ ეხლა იმათ საჭმელს გავუმზადებ. მე დაუძახებ შემოვყრი და დავკეტა. და ნელ-ნელა დავიძრები სახლისკენ. დასასრულს შემოგეხმიანებით აუცილებლად. ქალბატონებო და ბატონებო ჭამის დროა. ქალბატონებო და ბატონებო ბავშვებო ჭამის დროა. სახში მოსვლის და ჭამის დროა. აქედან თქვენც ის პატარა სადაა კრიმინალი მოდი. მოდი მობრძანდი ის პატარა მოდი რომეო მოდი დროზე მოდი შედი არ დაგასწრონ მაგათ მიდი პატარა კაც მაცო კაცო წართვი მაგდით წართვი შენ შენ მაგარი კაცი გაიზდები რომეო მიდი მასე წართვი მაგენს მასე ყაი ბიჭი ხარ მიდი მაგენი არაფერს დაგიტოვებენ მასე ბოროტი ფუნაგები არიან ისი ამ ველოსიპედის ფირმა იმდენჯერ გამოვაჩინე რაღაცა ბაგრიშკების საბურავები იკისროს მაინც ანკესი მაინც ავკიდე აი უკან იქ დიდი სილის აკაჭიროა იქ მოუსინჯავ წერზე ეხა სახლისკენ მიმოვალ გზაზე ქალბატონების ჭამის და დამშვიდობების ვიდეო ნახეთ ერთი სიტყვით დღევანდელმა დღემ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე გუშინ ვფიქრობდი და პირველ რიგში უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს ვინც ჩემ გვერდით ხართ და ვინც მავსებთ იმ ენერგიით და მაძლევთ სტიმულს რომ ყოველდღიურად აი ამ არხთან ერთად სოციალურ არხთან ერთად მეც განვითარდე რაღაცა საქმეები ვისწავლო ყოველდღე ახალი სწავლა გვიწევს და ეგეც სასიამოვნო პროცესია როგორც წეღან თქვი როცა შენ საქმეს აკეთებ და ერთი სიტყვით უღმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს იმისთვის რომ ჩემთან ერთად ხართ და იმისთვის რომ ნელ-ნელა მივდივართ მიზნისკენ როგორც ერთი დიდი რაღაცა community ვამბობენ Facebook-ზე, მაგრამ ოჯახი ჯობია. ყველა მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე. არხის გამოწერა და გავიწყდეთ ახლებო.